ასეთი მართლა რა გასავლეს იმ რუსმა ლექტორებმა, რომ ყველაფერზე თქვი, რომ ან დამავიწყდა, ან არ მახსოვს, ან პირდაპირ აი ესე თვალებში ჩახედეო, ასე გასავლეთ იქ ალბათ, გასავლეს რუსმა ლექტორებმა და უთხარითო აი ესე უტიფრათ, რომ შვიდობიანი აქცია დაარქვი იმას, რომ აი ეს პოლიციელები, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, როდესაც ამბობს, ალბათ ესეც ფოტოებს ხედავთ, ალბათ არ გახსოვთ ესეც. ძალიან სწორად არის. უკუღმა ის არის თქვენ რაც იქ გასავლეს რუსმა ლექტორებმა, თორე ეს კი წაღმა არის. და ნახეთ, აი ამ ყველაფრის ფონზე, როდესაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი აი ამას ამბობს, აი მე გეკითხებით. შეხედეთ აი ამ პოლიციელების ფოტოებს. ეს არის მშვიდობიანი აქცია, ბატონო გიორგი? ეს გასავლეს იმ რუსმა ლექტორებმა, აი წეგან რო ჩემი ქართველი ღირსეული ლექტორები დაიწუნეს. იცით რატო გეკითხებიან ბატონო? ეკითხებით, აი ეს არის. ეს არის? არა, მაინტერესებს, თუ ვერ ხედავთ მოვატანინები. დაგმეთ და დავასრულოთ, რატო არ გმობთ ამას? ერთხელ მაინც დაგმეთ. თქვენს ყოფილ. აი ნახეთ სპექტაკლს, რასაც თქვენ უწოდებთ, შეხედეთ სპექტაკლს თქვენ რასაც უწოდებთ. ამ სპექტაკლს რო დაასრულებთ, მითხარით და გიპასუხოთ. სპექტაკლი რა არის? დაჭრილი პოლიციელები თქვენი ყოფილი თანამშრომლები. შეხედეთ, ეს არის მშვიდობიანი აქცია. ეს სპექტაკლია და თვალები რო დასთხარეთ, აი თქვენ პირადად, რომ თქვენი აი ამ გეგმის მიხედვით, რომელშიც საერთოდ არაფერი არ წერია, საერთოდ უპასუხისმგებლოდ არის აი ეს ყველაფერი. და დღეს რო უტიფრად აი ამ ყველაფერ სპექტაკლს ეძახით, სადაც ჩვენმა მოქალაქეებმა აი ესეთი მძიმე დაზიანებები მიიღეს და დღეს პლუს ამას შინაგან საქმეთა მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იმასაც კი ვერ ახერხებს, რომ სოლიდარული იყოს ჩვენი პოლიციელების მიმართ, უწყების ყოფილი პირველი პირი აი ამ ყველაფერს ეძახის სპექტაკლს. აი ამ ყველაფერს საზოგადოება ხედავს და ამას იმით ვერ გადაფარავთ, ბატონო გიორგი, რასაც თქვენი რუსმა აი ლექტორებმა გასავლეს, რომ წადით ეხლა და ტელევიზია იაროთ და საზოგადოება ბოდიშს ვიხდი საზოგადოების წინაშე დააბოლოთ. ეს არის ფაქტი და როგორც თქვენ გიყვართ წერტილი.